მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მინდა ყველას გამოგიცხადოთ სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო. არ მინდა ისეთი წინადადებებით და გამოსვლებით შემოვიფარგლო, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რატომღაც მეგონა რომ არადიული იქნებოდა, არ ვიცი. რამდენად სწორად გამიგებთ, არ ვიცი. ეს დღეები არეულ-დარეულა და მაგ გადაღებული ბლოგები, იმიტომ რომ არ ვიყავი კარგად. დღეს დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ კბილი ამოვიღე და ვიყავი ძალიან ცუდად. ამასობაში ჩამოვიდა ნარგობებოც. და ეხლა რაღაც საქმეებზე მივდივართ. ევიკოს მშობელთა კრება ქონდა. გამოვიბრანჭე და გადავედი გოგოებთან. ხო და რაც ამაკ ამ დღების მანძილზე გადაღებული, ნარგობებო მოვიდა. იცი ვინ დაწერა? ქალბატონმა ნინო ბერიაშვილმა დაწერა კომენტარებში ნარგობებო გესტუმრებად დღესო და იმან საიდან იცოდა შე რომ მოდიოდა? იმან დაურეკა ფალავანდიშვილი იცოდა. ხო და დაურეკა მაშინ მანქანა მანქანის თაობაზე. ხო და კომენტარებში დაწერა რომ ნარგობებო გესტუმრებად გაგახარებთ თუ რაღაცა უნდა გვარიეწა. ხო და გვესტუმრა ნარგობებო. და ეს დღეები მოკლედ ვლოგი არც გადამიღია წესი. დავიწყებდი ვლოგის გადაღებას და იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს კბილის გამო, ეხლა ოდნავ შეშუპებული მაქვს, ის სულ ოდნავ. ხო, მე ვეღარ ვაგრძელებდი და ნაწყვეტები რაც ამაქვს გადაღებული, იმას მივაბა ამ ვიდეოს და მე გავაგრძელებ რაღაცნაირად. თლად გავზარმაცდი ვლოგების გადაღებაში ამ საქართველოში. არა, გავზარმაცდი არა. მოკლედ. ქალბატონ დარიჯანს ველოდებით ახლა. მობაგუნობს და წავალთ საქმეებს. ბესო არ მოსულა ხო ჯერ? ახლა თმა შევიჭერ. შეღებით ჯერა შემიღებია. როგორ ხართ? მე ფაქტურად ერთი კვირა ვლოგი არ გადამიღია. იმიზეზის გამო რომ დავდივარ კბილის ექიმთან და მქონდა გაუსაძლესი ტკივილები. დღესაც კბილის ექიმთან უნდა წავიდე. ხო და ეხლა ჩამოვედი ბაზართან, დედაჩემა დამაბარა ლობიო, სანავა, წიწმატი, ხახვი და ამბები. რადგან ჩემმა ძმამ მოითხოვა ვიჩინით გაკეთებული ლობიო. თან ისე იქეთ ლეჩხუმში და რაჭაში რო აკეთებენ ისე. რამოდენიმე დღის უკან ლეჩხუმში იყო მამიკოსთან ერთად ჩვენთან სოფელში და ეგ ჩვენი საყვალესი მეზობელი გაუმასპინძლდა და ჩარჩა ბუნებაში. და დღეს დედიკოს მოსთხოვა რომ გაეკეთებინა. ეხლა მივდივარ ყავა მინდა. ხო და წყალტუბოში როგორც კი შემოდიხარ წყალტუბოში და გადადიხარ ლიანდაგზე და პარკის შესასვლელი რო არის, აი იქ რო დრაივია. იქ აკეთებენ არაჩვეულებრივ ყავას. კი ვუთხარი იმ საყვარელ გოგონას, რომ ჩემმა ძმამ იმასწავლა სხვათა შორის, თორე ამდენი ხანი როგორ არ ვიცოდი ის დრაივი, უბრალოდ არ მივდივოდ. მეგონა რომ სხვა დრაივების მსგავსად საშინელი ყავა იყიდებოდა. თუმცა მე მგონი ერთადერთი ადამიანია, ანუ სხვებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ გამოცდილებიდან ვამბობ, ანუ რაც ამაქვს შეძენილი, მე მგონი ერთადერთი ადამიანია, ვინც რეალურად ყავის პროფესიონალურად, ანუ როგორც ბარისტა, ისე იცის ყავის მომზადება. და აკეთებს ძალიან გემრიელ კაპუჩინოს.
ხალხო ანუ ცდილობს რომ კბილი შემინარჩუნოს და მე მგონი არც გამოდის ეგ საკითხი და ტკივილი მაქვს გაუსაძლისი და ვცდილობ რაღაცნაირად გადავაყვავილო იტყვია ზუსტად ეგრევა ხო და წავედით ახლა ვიყიდოთ ყავა მე წავიდეთ სახლში დავტოვოთ ეს რაღაცეები ხო და მე წავალ ქუთაისში გოგოები კარგად არიან მე რა თმაშები იკრიჭე ეველიკუნას შევუჭერი და მე შევუჭერი მე წავედი ცოტა ევეგოს გამოვუთხელე ეს თმები ჩოლკა შევუსწორეთ რადგან გახსოვთ თავისთვის რომ ქონდა შეჭრილი თუ კლასელმა რო შეჭრა და ესე ორიგინალურად რო ქონდა ეს ჩოლკა ამიტომ გადავწყვეტე რომ წამეყვანათ ან ეს თმები შეესწორებინათ გამოეთხელებინათ და ერთი სიტყვით და ჯაყჯაყდი ერთი სიტყვით ღმერთო ჩემო დაუბედურება რა გზა ეველიკუნასაც ცოტა თმა შევუჭერე ვერ ლაპარაკობ ტკივა არ გაგიკვეთეთ ესეთი ამბები მაქვს ავედი ვიყიდე ყავა ნარგობებომ გოგოებს გამოუგზავნა ამანათი ხო და ამ ამანათში იყო ესეთი დანის ულამაზესი შარვალი ჯინსის ზარაში უყიდია ასევე იყო ევეკოსთვის განკუთვნილი ჯინსის შარვალი აი ესეთი ჯიბეებიანი მეც არ დავიწუნებდი ესეც მე რა ცხვირი უნდა ესეთი ჯინსები მოკლედ კიდევ დანიელასთვის ესეთი ზედა უბრალოდ ეხა უფრო ცოტა დიდი აქვს და მომავლისთვის ექნება ძალიან კარგად საჭმას და სასმას არ ითხოვს და შეუნახათ ესეც ზარაში უყიდია ასევე ევეკოსთვის განკუთვნილი ვაიმე ასეთი სტილის ზედები და ესეთი ფაქტურის ისე მომწონს ვგიჟდები და ევეკოსაც ძალიან უხდება ესეთი ზედა ევეკოსთვის ესეც არაში აქვს მე მგონი ხო ყველას არაში აქვს მე მგონი ნაყიდ და ნახეთ რა ლამაზი პერანგი მოიცადე გავასწორო ერთი წუთი ეხა დაკუჭულია და მთელი სილამაზი არ ჩანს და არის ვარდისფერი აი baby pinks რო ეძახიან ესეთი საყვარელი მძივებით არის ამოქარგული და ძალიან მომწონს ცოტა დიდი აქვს ეხა მაგრამ არ აუშვას და ნახეთ როგორი საყვარელი ფეხსაცმელები გამოუგზავნა კიდე ევეკოს აი ესეთი საყვარლობები ერთი ეს და მეორე ნეტა მემრგებდეს თქო ვიძახი მეორე ეს ოღონდ ცოტა ჭუჭყიანი ვარდისფერი უფრო არის ვიდრე ყავისფერი ჩანს ახლა კამერაში თუ არ ვცდები ძალიან მომწონს აი ძალიან მომწონს ძალიან საყვარლობაა თქვენ რა სიტყვით ევე გოგო დღეს არის დაპატიჟებული კბილის ექიმთან თქო ვაი რა კარგადა კბილის ექიმი მელანდება დედა უკვე ხო ხედავ ხო დაპატების დღეზეა დაპატიჟებული და მე ესე მე მგონი ემილის გაუხარდება ძალიან გაუხარდება ეველიკუნა მისალოცი ბარათი თავისი ხელით გაუკეთა რამე გვაქვს საჩუქრად მაკიაჟის ჩანთა ხო და გავახარებთ მოკლედ ესე ხო ქარი არის ისეთი ქარია გლებს ყველაფერს ხალხო მე რა თქმა უნდა ეს რატო ასე მორყეული ვიც არ ვიცი რა მოუვიდა მე რა თქმა უნდა კბილი მტკივად არ ვიჩნევ ხო და ავიდეთ გავერთოთ დაბადების დღეზე ბატონო კევა უნდა ქონდეს პირი დახურული არ დავისაუბრო მაინც უნდა ისაუბრო პირ დახურულმა ჭხილებს უნდა ჩავეწერო ამ დღეებში იმიტომ რომ თან გამეზარდა და ხვალ უნდა არ ვიცი დიდი კოჩერ ნახოთ
ბუტიკის. არა უშავს რომ მივართ სახში, მერე დავალე. ხო და წადი, ჩემი ძმა. ჩვენ მივდივართ ბავშვთა გასართობ ცენტრში საბიელი. ესე ქვია. რომელიც მდებარეობს წყალტუბოში. სოკართან. ახალი გახსნილი. საინტერესოა როგორი სიტუაცია იქნება, ხო? მაშინ შენება. ევიკო. გიხარია რომ მიდიხარ დაბადების დღეზე? ამას ვერ მიწევს. აბა რა, შენ მიცემდე. დავყიდე. სადმე დავწერ მშობლებთან ერთად ვიქნებდე? განმავითარებელი სათამაშოები გავყიდე რამოდენიმე. იქაც იქნება სალომე ან კეთი ან ნაცი. ნაცი იქნება, თამთა იქნება, სანდროს დედა, ვიცი. ის იქნება, რა ქვია, ანი იქნება, უბრალოდ შენი მეგობარი ანი, ხო, უბრალოდ ის დედამისი არ იქნება, თამო მუშაობს. ხო ვიცი, ყოველ დღეს მუშაობს. მოვედით. ჩუმად უნდა გავახარო. ჩუმად გავახარეთ. თანი დავტოვეთ. ბიძასთან, ბებოსთან, ბაბუსთან. მონჯორეული გზა ყოფილა აქეთ. ქუთაისში მოვიარეთ კარფური, გორგია, ბელარუსული სახლი. ვიყიდეთ რაღაცები. თმები შემომეშალა ამასობაში. მაინც მომწონს, წამომიერა დღეს და ესე გავიკეთე. და დანი მეძახოდა, რომ გავუარე მაშინ რა ქვია. ბახში. დედი კორალა მასი ხარო. ბაშო გზაში დუღანი მაგანო ხარს. არ ვიცი და თქვენ რა გეცოდინებათ საჭასთან არზეს და იმენ შუა გზაში უყენია მაგრამ ხო და გადავიღე ვიდეოები რომ ჩამოვედი ჩემ ნივთებთან დაკავშირებით სათამაშოებთან და ამბებთან და ძალიან დიდი მადლობა უამრავი კომენტარი დაიწერა მაიკო წარმატებები და ძალიან ბევრმა საადუხო ჩემი ძმა შენ კომენტატორი ვარ ჩვეულებრივი. ამან მარჯვნიდან გადამასწრო. ესეც ხდება ხოლმე. ყრუთბტკივა კბილი ხა და სავლები გამითავდა ის ვიყიდე, ფიზიოლოგიური ხსნარი ვიყიდე. ხო და მივდივარ სახლისაკენ. და საიდანაც წავედი. ხო მეტყობა რომ არეული ვარ. გეფიცებით მთელი კვირის მანძილზე ამ კბილის გამო ადამიანს არ ვგავდი. მაგრამ ისე დასრულდა რომ უნდა ამოეღო უსაყვარლეს ეკა ექიმს. ეცა და ყველანაირად რო გადაერჩინა, უბრალოდ არ გამოვიდა. სამაგიეროდ სხვა კბილები მომიწესრიგა და ეხა ისეთი სამუშაოები დარჩა. ვიზუალური მხარე. და ვიდეოები გადავიღე, მე მინდა რომ ავტვირთო ეს ვიდეოები დანელინას გვერდზე ძალიან ბევრი გამომწერი დამემატა, უბრალოდ მე ვარ პასიური, ვერ ვაქტიურობდი ეს პერიოდი.
მაქსიმალურად ვიაქტიურებ, მაგრამ მიუხედავად ჩემი პასიურობისა, რაღაც ნივთები გავყიდე და მოკლედ გრძელდება დაინტერესება დანელინას ნივთებით. საკმაოდ კარგი განმავითარებელი სათამაშოებია გოგოებისთვის, ბიჭებისთვის, სხვადასხვა სათამაშოები, სახატავები და ამბები. ხო და ეგრე. მიხარია რომ ვიღიმი და ვიცინი და ცოტა მოვედი ხასიათზე. ბარო ძროხა, მის დაეკარგე ძროხა. ხა მივალ გოგოებს ვაბანავებ, ვაწესრიგებ და მერე უკვე დავაძინებ და დღეს მაკიაჟი რომ არ გაკეთებული, ამას რა ჩამორეცხავს. ასეა გადაშვეული რო ხარ ადამიანი სამწუხაროდ და 10,000-ში ერთხელ რომ იკეთებ მაკიაჟს, ესე ხდება ხოლმე. ჩვენთან გუშინ იყო იდეალური ამინდი, ნარგოროდ ჩამოვიდა და დღეს ესეთი გრიგალ და ქარია მოვარდა. რა ვიცი. ნუ რა ვიცი რა გითხრათ. წავედი ახლა. აქედან თაკებში დავემეთ. და იმედია ხვალ და ნორმალურ ვლოგებს გადავიღებ. არ მინდა ესეთ ნაწყვეტიანი ვლოგები. წავედი და წავედი.